მივესალმები რადიო იმედის მაყურებელსა და მსმენელს. დღეს სამშაბათია, შესაბამისად რადიო იმედის პირდაპირ ეთერში თქვენ ისმენთ და თვალყურს ადევნებთ გადაცემას იმედის კულტურა. მე გადაცემის წამყვანი და ავტორი ლადო ტატიშვილი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დაეთმობა კონკრეტულ ერთ ინსტრუმენტს. შეიძლება ითქვას ჩვენ გადაცემას დღეს ასე დავარქვით გიტარის ევოლუცია და რევოლუცია და დარწმუნებული ვარ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს ისევე როგორც მე პირველი ადამიანი ასეთი გაუჩნდება, ვინც უნდა ისაუბროს ამ თემაზე, ეს არის გიტარისტი, ვირტუოზი გიტარისტი, მომღერალი, კომპოზიტორი, ბატონი თემურ ყვითელაშვილი, მოგესალმებით ბატონო თემურ. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ საჩუქრისთვის. ეს თქვენი ესე ვთქვათ არაჩვეულებრივი კონცერტია და აუცილებლად მოვისმენ და აუცილებლად მოვასმენინებთ ჩვენ მსმენელსაც. ჩვენ დღეს გიტარაზე ვისაუბრებთ, დრო რო არ დავკარგოთ პირდაპირ საქმეზე რო გადავიდეთ. და ეტყვი ჩვენ მსმენელს რომ აი ბატონმა თემურმა აქ წარმოადგინა სხვადასხვა გენიალური გიტარისტის ალბომები, აქ ჩვენ ახლა ჩამოვყვეთ ყველა სათითაოდ ხო თითო გადაცემა უნდა მიუძღვა არც ეყოფა თითო გადაცემა ხო მაგრამ მაინც რაღაც თემებს შევეხებით რა თქმა უნდა აი არაჩვეულებრივი გიტარისტებიდან ვისაც ახლა ჩვენ აქ ვუყურებთ მე მინდა თქვენ კითხოთ ჯერ ბატონ თემურ პირველ რიგში თქვენთვის საიდან დაიწყო ეს ყველაფერი ვინ იყო ის ადამიანი რომ აი მაგალითად ნახეთ პირველად მოისმინეთ და გადაწყვიტეთ თქვენი თავისთვის რომ მორჩა ამის იქით მე გზა არ მაქვს შეგულოს მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მინდა სარგულო შევხედა და მინდა მოგილოცოთ ყველა. ასევე მოგილოცოთ ახალი წელი და აბსოლუტურად ყველაფერი. და ეს არის მრავალი და წარმატებები მინდა გისურვოთ ყველა. მადლობა. ხო, რაც შეეხება ამაზე ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა, მაგრამ უბრალოდ ის მინდა თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც არაფერი არ ისწავლებოდა და ხო დაკეტილი ქვეყანა იყო ჩვენი საბჭოთა კავშირის გულისხმობ, არაფერი არ იყო და აბსოლუტურად რაც შეიძლება ქუჩაში მენახა თუ ესე იგი ამ ფირფიტების საშუალებით რაღაცა ესეთი დეფიციტი იყო ყველაფრის. ამის ძალიან რთული ესე იგი ანალიზის შედეგად ყველაფერი შეიძლება და რაღაცა გაგეგოს რა როგორ საიდან რატომ რისთვის ამას ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის რომ შეიძლება ამ პრობლემამ წარმოშვა სწორედ ეს ინდივიდუალური მიდგომა ჩემი ხედვა ასე ვთქვათ ჩამოაყალიბა და ის სპეციალური სავარჯიშოებია თუ ჩემი კონცეფცია თუ ჩემი ფორმის მედიატორი თუ ხელის დაყენება თუ რაღაცა ყველაფერი მოხდა ჩემგან თუ როგორ თვითნასწავლი მუსიკოსი ამან თავისი შედეგი გამოიღო. შეიძლება დრო დაიკარგა გაცილებით მეტი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სხვა პლუსი ქონდა ამას. და უბრალოდ ის კოლექტივები თუ ის ჯგუფები თუ ის შემსრულებლები რომელიც მაშინ იყვნენ ცნობილი და ახლაც დიდი პატივისცემით ვიხსენებ ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ის პერიოდი იყო, როდესაც ყველაფერი ნაღდი, აი როგორც ვთქვათ, უბრალო ენით ყველაფერში საერთოდ არაფერი არ ხუნდება მოდი ეს ვთქვათ რა და ის პერიოდი აი ხა თუნდაც ახლა ის ალბომები რაღაც პატარა ნაწილი რა თქმა უნდა რაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ისიც ჩაწერილია 70-იანების 60-იანებში ან 70-იანების ბოლოს და რამდენი წელი გავიდა იმის შემდეგ და დღესაც ისმინება ყველაფერი იმდენად ნატურალური და სწორად იყო ყველაფერი გაკეთებული და რაც გამვითარდა და რაც უფრო ტექნოლოგიები ესე იგი დაიხვეწა და წავიდა წინ ყველაფერი ეს ყველაფერი აისახა მუსიკაზეც უარყოფითად იმიტომ რომ წინაპლაზე წამოვიდა ტექნოლოგიები ამან შეიძლება გაასუფთავა ხარისხი მაგრამ გააფუჭა მუსიკა ანუ ესე იგი როგორ გითხრათ იცით აი ეს ნაღდი აი ეს მარცვალია ის რაც ჩვენ მოგწონდა აი თუმცა უკაცრავად გაწყვეტინებთ ბატონ თემურ ჩვენ შეგვიძლია აი რატო გამიჩნდა ახლა ეს კითხვა რადგან უარყოფითად იმიტომ რომ ვიღაცისთვის ხო ტექნოლოგიები წინ მიდის რა მაგარია ხო მაგრამ რაღაცისთვის შეიძლება ეს ისეთი უშლიდას ხელს განვითარებას მაგრამ იყვნენ ადამიანები ძალიან ადრე რომელიც ასევე შედარებით კრიტიკულად იყვნენ განწყობილი, როცა გიტარა შეუერთეს ელექტროფიკაცია რომ მოხდა გიტარის. მოდი ასე ვთქვი, მაშინაც იყვნენ რომ რატო რა სერჩოდნენ, ხო აკუსტიკურ გიტარას, რა ელექტროგიტარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი მაგალითი ყავს დიდი შემსრულებლები ყველა დროის, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ადამიანები სხვა ჟანრში. ეს იქნებოდა კლასიკური მუსიკა, ეს იქნებოდა ფლამენკოს სტილი თუ ასე და ასე შემდეგ. შემდეგ რა თქმა უნდა ეს ეხა როგორც არ უნდა ის ვერაულით ამას გვერდს, იმიტომ რომ
იგივე მე-4 საუკუნიდან მოყოლებული უკვე იხვეწებოდა ეს ყველაფერი ჩაეყარა საფუძველი და უკვე მე-17 და მე-18 საუკუნეში უკვე წამოვიდა ისე დაიხვეწა ეს ყველაფერი რომ შემდეგ მიიღოს აი მაგათად იგივე სეგოვიას ფაქტორი მაგათად თუნდაც რომ ავიღოთ ახლა რაც ამ ადამიანმა გააკეთა კლასიკურ მუსიკაში ის თვითნასწავლი გიტარისტი იყო სხვათა შორის და მან თავისი აი ესე თუ კომპრომისში შრომით სხვა შორის ძალიან მომთხოვნი პედაგოგიც იყო ძალიან მკაცრი სხვათა შორის მას დღესდღეობით ამდენი მიმდევარი ყავს თან სოფლებში შემდეგ ეს ყველაფერი აი თქვენ რაც ბძანეთ ელექტროგიტარასთან დაკავშირებით შემდეგ შემოიჭრა ეს ყველაფერი და დილენგი იყო ესეთი გიტარისტი მაგათად რომელიც მაგათად პირველად 1920 წელს მაგათად ჩაიწერა და შემდეგ მინდა ეს გითხრათ რომ აი ჩარლი კრისტიანი აგერ მოგიტანოთ მე ანუ ის მინდა გითხრათ ესე იგი სულ 25 ასაკში გარდაიცვალა წარმოიდგინეთ და ეს პირველად როცა მიწევა მან მიიღო ბენი გუდმენის ორკესტრში ეს იყო საერთოდ ადამიანი გაგიჟნეს როგორ შეიძლება და ასე დაკვრა ელექტროგიტარაზე ანუ ჯაზ ხომ ისეთი ფრაზეოლოგიით რაღაც ფანტასტიკურად და შემდეგ უკვე ის მინდა თქვა რომ ეხლა ჩვენ თუ გადავხედავთ ესე იგი გიტარა ესე იგი გიტარა როგორც სოლო ინსტრუმენტი, გიტარა როგორც დუეტში, გიტარა როგორც ტრიოში, გიტარა კვარტეტში, გიტარა კვინტეტში, გიტარა ტრიოში მაგათად ხედულობაში ორკესტრთან ერთად. ორგან ტრიო მაგათად ან კონტრაბასი გიტარა აქ მაგათად ის მაგ სხვა სარგებლო შემთხვევით და მინდა ნაცერში აი იყოს მისი სული რაპტაუერი გარდაიცვალა. ეს გიტარისტი და აი დუეტი მაგ გარი პიკოკასთან ერთად. ესე იგი გიტარა ბიგ ბენდა, გიტარა სიმფონიური და გიტარა კამერულ ორკესტრში. ანუ ეს მე მინდა ვთქვა რომ გარდა სოლო ინსტრუმენტისა მაგათად ის რომ მაგათად ჩარლი კრისტიანი ვახსენეთ ჩვენ ხო? შემდეგ იყო მაგათად გიტარისტი რომელიც არის ეტალონად მიჩნეული როგორც აკომპანიატორი გიტარისტი ბიგ ბენდში. ეს იყო კაუნტ ბეის ორკესტრში იყო ესეთი ფრედი გრინი. სრულიად გენიალური. ფრედი გრინი, რომელიც ითვლება როგორც ეტალონი, აი ესეთი ზუსტი დამკრელი, ეტალონი მეტრონომად ითვლება ეს ადამიანი. აი მის ის რიტმი მიყავს რაღაც სრულიად გენიალური. ფანტასტიკურად, ხო და ამიტომ აი ესე იგი წარმოვიდგინეთ რომ რამდენი სახის გიტარისტი ყავს, შემდეგ უკვე წამოვიდნენ გიტარისტები, რადგან ჯანგო რეინჰარდი იყო, რა თქმა უნდა, მას ასევე ოღონდ ეს ყველაფერი აი ჩარლი კრისტიანმა მისცა ყველას აი ეს მიმართულება და შემდეგ უკვე წამოვიდნენ ისეთი გიტარისტები როგორც ყო მაგათად უეს მონტგომერი ფარლო. მაგრამ თქვენ მაინც არ გასუხეთ თქვენ ვინ მოგცათ ბიზგი. ბიზგი მომცა ქუჩის ასე თქვათ ქუჩაში ბიჭები ვიკრიბებოდით მაგათად ვიღაცა 2 აკორდით და 3 აკორდით და ნუ ეს ზღვაში წვეთიც არ არის მაგრამ შემდეგ ბიზგი მომცა მე რა თქმა უნდა ეს იყო ჯიმი ჰენდრიქსი ეს იყო ფარფლების ეს იყო ლედ ზეპელინი ეს იყო ბიტლები როკ მუსიკაზე შემდეგ შემოვიდა ჩემს ხორბაში ჯორჯ ბენსონი როგორც მაკლაფლინი და ესეთი დიდი გიტარისტები აღარ ლაპარაკობ კლასიკაზე თავისთავად ცხადია უსმენდი ყველაფერს მე ეხლაც ყველაფერს ვისმენ და ერთი დიდი სიამოვნებით ჯორჯ ბენსონი შემოვიდა თქვენს ხორბაში ალბათ მაშინ ვერც ფიქრებდით რომ მოგიწევდათ მასთან ერთად ძალიან ბევრჯერ დაყურა. არის ხორება ხო და ამიტომ ის მინდა თქვა რომ უამრავი სხვა გიტარისტი რომელიც ძალიან მომწონდა ეს იყო მაგათად ენ ვილი, მაგათად ჯონი ვინტერი, მაგათად ნუ ბევრი გიტარისტები მომწონდა და ალან ჰოლცორდი რა თქმა უნდა ჩემი დაცხონებული ჩვენ მე მეგობრები ვიყავით უკვე და მასთან ამდენჯერ ვიყავით სტუმრად გასაგებია. ლეგენდარული გიტარისტი. საერთოდ ασეთი მითები არსებობს ყველგან და ლეგენდები რა თქმა უნდა თუმცა მე რაღაცაში ვეთანხმები ამ მითებს და ლეგენდებს რაღაცაში არ ვეთანხმები. მაგალითად არ ვეთანხმები იმაში რომ რატომღაც ამბობენ რომ ჯაზ სამყაროში ესე ვთქვათ მეფე ინსტრუმენტი არის საქსოფონი მაგალითად ხო? არ ვეთანხმები მე ამას, მაგრამ ასეა მიჩნეული. მაგრამ ამბობენ იმას, რომ როკ მუსიკაში ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, ღმერთი ინსტრუმენტი ეს არის ელექტროგიტარა. ეს ასეა ნამდვილად? არა, მე არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეხლა როგორც ყველა ვიცნობს, როგორ ფანატიკურად მიყვარს გიტარა. მე საერთოდ ამით ცხოვრობ მე და ამიტომ არავითარ შემთხვევაში რომ წასი იყოს არ ვიტყოდე, იმიტომ რომ არ არის ეს სწორი მიდგომა, იმიტომ რომ გემოვნებაზე არ დაობენ. ყველას თავის საყოველთაო ინსტრუმენტი და არც ის შემიძლია თქვა როგორც გიტარაზე ყველა ხშირად ასეთი მცდარი შეკითხვებიც არსებობს, რასაც გეკითხებიან მაგალითად რომელ გიტარაზე უფრო ადვილია და ეს როგორ მცდარი შეკითხვა ხო როგორ უკვე შეცდომა საწყისშივე ხო და ამიტომ მე მინდა თქვა და უთხრა რადიო მსმენელსაც ის ძალიან აინტერესებს ეს თემა რომ ეს სრულიად განსხვავებული ინსტრუმენტებია სრულიად განსხვავებული ინსტრუმენტები ორივე შეიძლება გიტარა ქვია იმასაც მაგრამ უნდა გითხრათ რომ აბსოლუტურად სხვა ესთეტიკა აბსოლუტურად სხვა მიდგომა იგი აბსოლუტურად სხვა ფრაზები და აბსოლუტურად სხვა მიდგომი და სხვა ინტელექტი და აბსოლუტურად სხვა დაკვრა საჭირო აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტს თავის აი ჩვენ გვაქვს ახლა მაგალითი მცირე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრი ისეთი გიტარისტები რომელიც სხვა ჟანრში მოღვაწეობენ ხო აი რომელიცთან დავიწყო არ თვითი აი მაგ ჯიმ ჰოლი ავიღოთ მაგათად იგივე აი ჯიმ ჰოლის მაგათად ინტელექტი და დაკვრა ისეთი ძალიან
გააზრებული დაკვრა. იგივე ჯოპასმა საერთოდ სხვა დონეზე იყვანა. ჩემი ერთ-ერთი საყვარლესი გიტარისტი. დაკვრა, რომელმაც პირველმა ჩაატარა სოლო კონცერტი, მარტო გიტარაზე თვითონაც ეძახდა, რომ მაგათად წარმოუდგენლად მიმაჩნია, როგორ შეიძლება ადამიანმა გაუძლოს ორი განყოფილება ერთ გიტარას მოსვენოს. თვითონ არ მოწონდა ეს თემა, მაგრამ ყოველთვის მე მინდა ეს გითხრათ, რომ იმდენად კარგად მოიფიქრა მან. როგორც ორკესტრი ჟღერდა მისი გიტარა. სხვა შორის იგივე თუნდაც დუეტები, თუნდაც აკომპანიმენტი ელო ფიჯერალდს რო უკეთებს, როგორ თანხლებას უკეთებს. ეს კი არაფერი აღარა საჭირო. იმდენად ამომწურავად ის ფუნქციები ისე აქვს განაწილებული, რომ იქ აი როგორც ფორტეპიანოზე ისეთ აკომპანიმენტს აკეთებდა ჯოპასი იგივე მოძრავი ბასი მაგათად აი გონიათ რომ კონტრაბასისტი კიდე გიქრათ. იმდენად საინტერესო ადამიანი იყო. აღავლაპარაკობ ახლა მაგათად იგივე აი მაგათად ჯონ მაკლაფლინის ეს ნაცნობი ალბომები და უნდა გითხრათ მაგათად ის რომ როგორ მაგათად ელექტროგიტარა მაგათად ორკესტრთან ეს თალკე პრობლემაა. ეხლა ჩვენ სანამ შემოვიდოდით ეთერში საუბრობთ და გითხრათ რომ გახმოვანება ეს სერიოზული პრობლემაა. მით უმეტეს ელექტროგიტარის ორკესტრთან. რატომ? მე მაგათად ხვდა ბედნიერებას რაღაც რამოდენიმე კონცერტი მაქვს დააკრული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ელექტროგიტარისთვის. ეს თალკე თემაა. ეს ის არ არის უბრალოდ თანხლებას რო გიწევს ორკესტრი. არა. სადაც ფუნქციები არის განაწილებული და ორკესტრით გიკრავს ყველაფერს. და ეს არის ურთულესი გასახმოვანებელი. და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესე იგი რაში გაქვს ჩართული, ვინ ახმოვანებს, როგორ დარბაზში უკრავ და ძალიან ბევრი ფაქტორია, იმიტომ რომ მარტო ის რომ თქვენ მომზადებული ხართ ეს კიდე ანიშნავს რომ თქვენამდე მოვა ის მუსიკა რაც მე გავიაზრე და რაც მე დავწერე მაგალითად. ამიტომ მაკლაფლინის შემთხვევაში მაგათად რომელსაც აი აქ ორი ალბომია მოტანილი ერთი არის აპოკალიფსი რომელიც არის ლონდონის სიმფონიურ ორკესტრთან მაიკლ ტილსონ ტომასია და იგივე აკუსტიკურ გიტარაზეც სიმფონიური კონცერტი სადაც ასევე მაიკლ ტილსონ ტომასია დირიჟორი სხვა სრულად განსხვავებული მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია სოფლიოში შეიძლება ერთი ხელის ჩამოსათვლელი რაოდენობაა ელექტროგიტარა ორკესტრთან რატომ იცით მაგალითად არ მინდა დავასახელო ახლა მე კიდევ ერთხელ ხას ვსვამ ყველა კოლეგას ჩემი დიდი პატივისცემა. არის ძალიან ერთი ცნობილი გიტარისტი, რომელსაც ორკესტრთან აქვს ჩაწერილი ალბომი. მაგრამ ვერ მოისმენთ, რატომ ისეთ ის რომ ოსტატია და კარგად უკრავს, მაგაზე ლაპარაკი არა. ჩაწერილი არ არის. არ არის კარგად. არ არის ჩაწერილი კარგად, ძალიან ცუდი ხმა არის. მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ქვეყანაშია ჩაწერილი, აღარ მინდა კიდევ ერთხელ ვიძახე, ადავა კონკრეტები, იმიტომ არავის შეურაცხყოფ არ მინდა მოვაყენო. მაგრამ ვერ მოისმენთ. მუსიკაც კარგია ყველაფერი, მაგრამ არ არის ჩაწერილი, ამიტომ ეს ჩაწერის და გახმოვანის პრობლემა კიდე ცალკე პრობლემაა. და კიდევ თავარი კიდე ის არის რომ მაგათ ძალიან დიდი პრობლემა მე ვიცოდი ეგ საქართველოში მაგრამ თურმე სხვაგანაც ძალიან დიდი პრობლემაა მით უმეტეს სოციალურ კონცერტზე ლაპარაკი ეს კიდე ცალკე იმიტომ რომ ერთია როდესაც თელ დღე რეპეტიციობ და აყენებთ ხმას და გამოდიხარ და ხმას სხვა ხდება მაგრამ რატოა ის 40-იან წლებში ჩაწერილი ზოგიერთი ალბომი ერთი მიკროფონით ხო რომ გენიალურად ჟღერს რა ვიცი აი მაგიტო გითხარით მე თქო რაც უფრო დაიხვეწა მეთქი მით უფრო მე მაგალითად გიტარის ეფექტებთან დაკავშირებით ჩემს მაგათად თუ მე შემეკითხებით ახლა რომ სხვას არ შევეხო ესე იგი ჩემი ყველა ეფექტები არის 1984 წელს გამოშვებული ეფექტები ანუ რა ამიტომ თქვა იმის რომ მე თვითონ ვიყავი ახლა რამდენი ბრენდის სახე სადაც მე წარმოვადგენდი თვითონ ამ გიტარის სინთეზატორებს თუ პროცესორებს და რაღაც მაგრამ კი რაღაცა კომფორტისთვის რაღაცა შეიძლება მოხსახერხებელია მაგრამ ჟღერადობის მხრივ მაინც ის ძველი გამოშვებული პროდუქცია რომელიც გამოუშვა როლანდმა თუ ბოსმა თუ ასე შემდეგ აღარ მინდა კომპანიები დავასახელო ის რა თქმა უნდა ჟღერს გაცილებით კარგად და უფრო როგორ იცით აი ის როგორი ჟღერადობაა იცით აი ბუნებრივი რაღაც არაფერი არ არის ჩარეული შეიძლება რაღაცას არ მოყვება ფონი ან სუფთა მაგრამ აი როგორც ვინილის არ იყოს მაგალითად ვინილის დისკს დადეთ და მოისმენთ და შეიძლება მოყვება რაღაცა თავისი მაგრამ იმ თავის მოყვება კიდე სხვა რაღაც რაც თქვენ მუსიკას გადმოგცემთ უფრო ღრმად. ბატონ თემურ, კიდევ არ შემიძლია არ კითხოთ ესეთი რამ, ზოგადად მე ვფიქრობ, რომ ჟანრს ხო, რა თქმა უნდა, ყველა ჟანრი გენიალურია, თავისთავად თუ კარგად ასრულებს ადამიანი, მაგრამ რამდენად არის მისაღები თქვენთვის მაგალითად გიტარისტებზე ვსაუბრობ და გიტარაზე დღეს, რომლებიც ამბობენ, რომ მე ყველა ჟანრს უკრავ, რო ამბობენ. შეიძლება ეს მოდი ესე ჟარგონულად ვიყრი მოსულა ეს თუ უნდა იყოს თავის ჟანრში მხოლოდ უნდა იყოს თავის ჟანრში აუცილებლად ეხლა ყველაფერს უკრავდეს თუნდაც თან საშუალო დონეზე ჯობია საერთოდ არ ვიცი ეს ყველას ახლა მე მასწავლებელი ვერ ვიქნები და ვერ ვუჩვენ არა თქვენი აზრი მაინტერესებს მე თალკე ადამიანის შემეკითხება მე კონსულტაციებს ასე ვიძლევი თქვენი აზრი მაინტერესებს მაგრამ მე ვთვლი რომ ყველაფერს უკრავ ეს რაღაც ცოტა ისე ჟღერს ჯერ კიდევ ყველაფერს უკრავ ცოტა არც არის ესეთი გამოთქმა სწორი მე ვთვლი რომ ადამიანს უნდა ქონდეს თავისი გზა თავისი ხედვა
თავისი დაკვრის სტილი, რა თქმა უნდა, თავის კონცერტი და თავის გზით უნდა მიდიოდეს და ყველაფერს უკრავდეს ეს მე მაგათაც არ მიყვარს ადამიანებს მიეդმოედება ყველაფერს. მე მიყვარს ადამიანს რომელსაც აქვს თავისი ხაზი და ეხლა მის დაკვრაში ეხლა მაგათაც აქვე წარმოდგენილია ეხლა მაგათაც გიტარისტები იგივე არ ვიცი ნებისმიერი რომელიც არ უნდა დავასახელო ყველას თავის გზა აქვს ეს ამათ არასოდეს არ უთქვამთ ეხლა აქედან უმეტესობას ვიცნობ და დაკრული მაქვს ამათთან უმეტესობასთან პირადად მე ხო და ამათ არასოდეს არ უთქვამთ ეგეთ რაღაცა მე ყველაფერს უკრავ ამათ არ უთქვამთ მათი სახელი და გვარი და მათი მიდგომა ანუ მათი კონცეფცია დაკრის მეტყველეს იმაზე რომ ის არის ის და იმას რაც არ უნდა მის პროგრესია ამა თუ იმ ნაწარმოებისა ის დაგიკრავს იმ კონტექსტში და იმ ხედვით როგორც ის ხედავს და არა ის რომ მაგათად მე არ მესმის ეს გამოთქმა ცოტა არ იყოს ყურს მჭრეს ხო გასაგებია ნუ არის სამწუხაროდ არის ესეთი გამოთქმები მათ შორის ბევრ ადამიანს მე თავად ვიცნობ მაგრამ სახელმწიფოებს არ ვიცი რა თქმა უნდა ხელი მომმართოთ მე ყველაფერს ღერი ამბობენ მაგალითად კი ბატონო ღერი ძალიან თქვენ როგორ აი თქვენ რას ამბობთ რომ აი თემურ ყვითელაშვილი რომელი ჟანრის ნუ ჩემი ჟანრი არის ფიუჟენი ეგ უნდა მეთქვა მე სრულიად გენიალური ფიუჟენი მოიცავს ბევრ რაღაცას მაგრამ აი ფიუჟენში შენი ხაზი შენი ხედვა ხა მაგათად ნებისმიერ ნაწარმოებში მე ჩემი ხედვა მაქვს ჩემი აზროვნება მაქვს და არაფერი არ მახსენდება მაგრამ ჩემი ხედვა ჩემი ჩამოყალიბებული ხედვა და ეს არის მთავარი და ეხლა დანარჩენი უკვე რა თქმა უნდა თუ შენ ჯაზს ეხები და იმპროვიზაციულ მუსიკას ეხები რა თქმა უნდა შენ ბევრი რაღაც უნდა იცოდე და ანუ რა კონტექსტის არ უნდა მოხდე იქ შენ უნდა იცოდე რა უნდა გააკეთო მაგრამ ყველაფერს შეეხო და ყველაფერს მოკიდო ხელი ეს ამის უფლება მე ჩემთავს არ მივცემდი იმიტომ რომ ადამიანმა როგორც ცხოვრებაში მოდი მაინც დაუბრუნდები პირველ რიგში ცხოვრება და მერეა მუსიკა და ყველაფერი ადამიანმა თუ არის ის თავისი ადგილია რა ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ბევრმა არის ის თავისი ადგილი ცხოვრებაში მე ხედელობაში მაქვს ადამიანის ხშირად უზრდილობა, ადამიანის ხშირად უტაქტობა, ადამიანის ხშირად დისტანციის დაკრება და ეს როცა აქ გზნობ რომ ადამიანის არის ის თავისი ადგილი. იმ ადამიანს უნდა მიუჩინოთ, მაგრამ თუ ადამიანს თავისი ადგილი არ იცის მუსიკაში, ეს სხვა პრობლემა არა. მე ამაში ვერ ვიქნები მისი მრჩეველი, იმიტომ რომ ყველას თავის გზა აქვს და ღმერთმა ხელი მოუმართოს ხა მე ამიტომ. თუმცა თქვენ ხართ ის ადამიანი და ის მუსიკოსი, ბატონ თემურ, რომელმაც ეს გიტარა, სოლო გიტარად აქცია, ანუ ცალკე არტისტად აქცია სცენაზე. ნუ ასია ეს, ახლა ვაიდოლიო შეგვეწინააღმდეგება მაგ შეფასებაში, არა ნამდვილად, იმიტომ რომ მანამდე ძირითადად ხო რა არის, მოდი ჩვენ ვიცოდით ეს ბაფთიანი ეგრეთ წოდებული ბაფთიანი გიტარა, ტრიოებში. ეს 75 წლიდან პატარა ვიყავი, როდესაც აი ქართულების დაკვრა, ეს დოლიძე და ფალიაშვილები და საერთოდ ხო, ეს ტექნიკურად ძალიან თორე და სხვა შორის აი იმ გაკეთებულ დამუშავებულ ნაწარმოებებს, რომელიც ხელი არ შემეცვლია არაფერი, დღესაც უკრავდა ისეთი მოწონებას იმსახურებს, იმიტომ რომ რაც ისეთი ეს როგორ გიხარ, აი გულწრფელად ვაკეთებდი ამას და ვაკეთებ დღესაც რომ ეს ხო არ არის ჩემი სამსახური. თქვენი ხედვით უკრავთ მას, ხო, თქვენი ხედვით უკრავთ ამას. ეგეთი გიტარაზე ეს დაკრულა არაფერი ხო. ჩემი ესე იგი იცით რა არის, აი ქართულები ჩემი დაწყებულია ეს ყველაფერი და პლუს კიდე სოფლიო კლასიკა და ეს ჩემი ტრანსკრიფციებია, ეს მოფიქრებული. ეხლა აი მოდი ეხლა ერთი პუნქტი აუსვრო. გიტარა კიდე რითი გამოირჩევა და კიდე რითი დამახასიათებელი სხვა ინსტრუმენტი არც ერთ ინსტრუმენტს არ ვაკნიებ რა თქმა უნდა ყველა ინსტრუმენტი მე ყველა ინსტრუმენტს პატივსემ და ყველაფერს უსმენ აბსოლუტურად მაგრამ გიტარას ერთი სერიოზული პრობლემა აქვს პრობლემა კაი გაგებით იმიტომ რომ მოცემული კონკრეტული ნოტი რომელიც თქვენ მოცემული გაქვთ ნოტებში მაგალითად ის მოცემულ ოქტავაში რომელიც გიტარია თქვენ მაგალითად ის გიტარაში შეგიძლიათ 5 ადგილას აიღოთ იგივე ჟღერადობით და სხვა ინსტრუმენტზე სადაც გიტარია თქ უნდა აიღოთ ეხლა იბადება შეკითხვა ინსტრუმენტალისტი უკვე გიტარისტი ამ შემთხვევაში რჩება ძალიან დიდი არჩევანის და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ წინაშე ანუ იმიტომ რომ სად აიღოს ეს ნოტები მაგათად ნებისმიერ ნაწარმოები რომელიც ამ და გაარჩიოთ თქვენ დაუკრავთ ესე მე მაგათაც სხვა ფრაზები დაუკრავ ეხლა ჩემთან მოდიან ადამიანები ჩემზე უფროსებით აი ესეთი დამკვრელი გიტარისტები და მეუბნებიან აი ბატონთო აი გავარჩიეთ თქვენს მიერ დაგრული პასაჟი მაგათად და სწორია ნოტები სწორია, მაგრამ აპლიკატორი არ ასწორებს. გამიგეთ რა ხდება, ანუ საიდან დაიკრა ეს ყველაფერი და როგორ და ამას დადინიშნოთ, ანუ აქ განაპირობებს თქვენი გამოცდილება, თქვენი ყური, თქვენი ინტუიცია, ანუ და სად აიღო და როგორ აიღოთ, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა. გიტარა ამით კიდე აი ეს ერთ-ერთი კიდე ჭირვეული ინსტრუმენტი არის, მაგიტომ რომ თქვენ ყურზე და თქვენს ინტელექტზე და თქვენს გამოცდილებაზე დამოკიდებული თუ როგორ გააჟღეროთ, აი მაგათად მე არ დამოვიწყდება, ერთხელ მქონდა ესეთი პრობლემა, შოპენს ვაკეთებდი შოპენის ფანტაზია ეს არის ურთულესი ნუ ფორტეპიანოზე გიტარაზე ვაკეთებ და იქ არის პასაჟი რომელიც მეორდება ორჯერ და იმხელა ინტერვალებია
იმხელა ინტერვალები არა აი რო ვიწყებდი გრიფის ერთი მონაკვეთთან უნდა ჩახვიდე ბოლოში მაგრამ მე კიდევ უნდა დაიწყო ეს თავიდან ეხლა არ ინდა მოიფიქრო როგორ უნდა დაფარო ამხელა ინტერვალი რომ მოbrunde ისე უკან და დაიწყო ისე თავიდან აი ამის წინაშე რომ აღმოჩნდები ადამიანები რა მით უმეტესად როცა ეხები პლუს კიდე ასეთი დონის კომპოზიტორების ნაწარმოებებს რამხელა სიფრთხილე გმართები შენ და როგორ უნდა აჟღერო რომ ფრაზირება იყოს ისეთი რომელიც შენ ინტონაციურად რომელიც მოვასწორად. იმიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. ამას ბევრი მუშაობაც სჭირდება. ალბათ თქვენ გენიალური ფრაზა გამოცდილება. არის ერთი რომ იყო კარგი შემსრულებელი, მაგრამ გამოცდილებას თავისი მოაქვს. ისიც რა არის, აი ამიტომ მე მაგათაც ხელოვნებაზეა საუბარი იქ მით უმეტეს. ხშირად მოდიან ჩემთან აკაც და უცხოეთში, როდესაც მასტერკლასს ვატარებ რაღაც ჩევაზე და რაღაც აი ერთ ნოტს აიღებს ადამიანი და შემიძლია დასკვნა გამოუტანო რა დონეზე ადამიანი. ერთი ნოტის აღებით, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც უკვე მას აქვს უკვე ჩამოყალიბებული თავისი უკვე აზროვნება, თავისი ასე ვთქვათ ხედვა და უკვე აი გამჯდარია და უკვე ის უკვე იმ დონეზეა. იმ ერთ ნოტშიც უკვე იგრძნობა ადამიანი თუ როგორ აზროვნებს და სხვა. ერთ ნოტში ვიყიდება ადამიანი თუ ასე. ეხლა აქ გიტარისტებს გადავხედოთ ჩვენ, აქ გვაქვს ჩვენ მაგათად აი ტრიო მაგათად კონტრაბასი, გიტარა, დრამი მაგათად, ტრიო გიტარისტების მაგათად. ესე იგი ჯაზი, ბენსონი მაგათად რობერტ ფერნონის სიმფონიური ორკესტრა მაგათად ეს ნაკლებად ცნობილი ეხლა გამოვიდა 99 წელს ჩაწერილი ალბომი ეხლა გამოიცა, დაკარგული იყო ეს ალბომი, ეს მაქვს მე ეს ხო მე ბენსონის მიერ ნაჩქარი ალბომი მაქვს. აი მაგათად ჯონ მაკლაფლინი ორგან ტრიოსთან ჯოიტა ფრანჩესკოსთან და დენის ჩემბერსთან ერთად. ბატმენდენი მაგათად ლონდონის სიმფონიური ორკესტრა. თქვენ ვის გამოარჩევთ აქედან ყველაზე მეტად? თქვენთვის? ჩემთვის ყველა პატრიცემულია ეს არა, ჩემთვისაც, მაგრამ მე შემიძლია ვთქვა მაგალითად რომ გიждდები მონტგომერიზე, ბიბი კინგზე და ნუ ჯოპასი ჩემთვის ყველაფერია. აქ ყველა ჩემთვის პატრიცემულია. აი ნახე და სხვანაირად უყურებთ და აი ალან ჰოლცორდის სინტექსზე მაგათად. ეხლა რატომ მოვიდა ეს ალბომი? ხა ალან ჰოლცორდი იყო ჩემი მეგობარი და ჩვენ ერთად დაკრული და ნუ ეხლა ეს იყო უდიდესი მაკლაფლინი და ყველა ბენსონი ყველა იძახდა რომ ეს იყო გენიოსი. ხო და აი სინტექსი მაგათ ეს კიდე ცალკე თემაა საერთოდ. იგივე აი მაკლაფლინი უკრავს სად არის ეს დისკი ახლა გეტყვით მე თქვენ რომელია აი აგერ კი ბატონო ჰოლშია დაკრული ტრიოში მაკლაფლინი უკრავს მაგრამ აქ ბატონ სინთეზატორი აქვს მაკლაფლინს სადაც ესე იგი უნისონში ესე იგი თავის აკუსტიკური გიტარის ხმასთან ერთად იქ რაღაც პატარა კლავიშების ხმას მოყვება უნისონში ესე იგი ანუ მაგრამ ისია გაზავებული და მუსიკას უხდება მე მაგათად მქონდა სინთეზატორი GR33 როლანდი მაგრამ მე არ მხიბლავს ეს სინთეზატორები იმიტომ რომ მე თუ მინდა რომ პლეიტას დაუკრა სადა პლეიტის ხმით დაუკრა მოვიყვან პლეიტის და დაუკრა რა თქო ცოცხალი ხმა გირჩევნიათ ხო და წარმოიდგინეთ რომ კონცერტზე მე ლაგა სოლო კონცერტზე ამ ხოლმე საკუთარ მოზრდილია და პლუს კიდე გიტარაში ყენდება სპეციალური ისე იგი ხმის გამაძლებლები რომელიც ხო მაგრამ 20 წამის განმავლობაში ვთავდი თელ კონცერტში ვიყენებდი როგორც აი ერთ რაღაც პატარა ეპიზოდად და ამ სინთეზატორებს ხალხი იყენებს თელ კონცერტში ჩართული აქვს ეს ნათინებაა მაგრამ მე არ მხიბლავს ეს იმიტომ რომ მაშინ გიტარას ეკარგება თავისი ის ხიბლი რატომ აი მაგათაც აი ეს ალბომი მიყვარს ძალიან აქ ეს ჯიმ ჰოლის სხვა ალბომი მაგრამ აქ ერთი ალბომია ძალიან მაგარი ჯიმ ჰოლი ბილ ევანსი დუეტი ფანტასტიკური და მეორე კიდე არის ერთი რაღაც რომ უდიდესი პიანისტი ვინც არის კი უდიდესი პიანისტი ხო ახსენეთ გიტარა სხვა ჟანრში და აქ კიდე ერთი ალბომია წარმოგვიდგენთ სადაც დირიჟორი არის ოროტე კოლმანი და აი ფრი ჯაზი ავანგარდს ოროტე კოლმანი ის ხალხია ვინც მოიგონა ფრი ჯაზი კი აკაც ბილ ევანსი უკრავს სხვა შორის და სკატლაფარო უკრავს კონტრაბასს და ნუ ფანტასტიკური კონცერტია კიდე საწერილი აქ და ფილოსოფიაც არის მოდი ასე ვთქვათ ეს არ არის მარტო მუსიკა ბატონ თემურ ეს არ არის მარტო მუსიკა ფრი ჯაზის ბევრ სხვანაირად წარმოუდგენია და ფრი ჯაზშიც იქაც არსებობს ისეთი რაღაც კონცერტს არის გიტარა ცოცხალი ორგანიზმი რა თქმა უნდა მე გიტარა არის ჩემი არ ვიცი რა ვთქვა ახლა ეს არის ჩემთვის ყველაფერსა ჩემი ცხოვრება და ჩემი ცხოვრება შევწირე და მიუძღვენი და ეხაც უძღვენი და ბედნიერი ვარ ნამდვილად იმიტომ რომ ნამდვილად ფანტასტიკური ინსტრუმენტია და ყველა ინსტრუმენტი მიყვარს სხვა ყველა ინსტრუმენტის მოსმენა მიყვარს სადაც ოსტატია და სადაც წარმოდგენილია გულწრფელად ყველაფერი ხო და ამიტომ აი ეს მითო თქვი აი შახცი ვახსენეთ მაგათ ინდურ მუსიკას უკრავს მაკლაფლინი სადაც გიტარა ისეა დამზადებული რატომ მოვიტანა ეს ალბომის რომ სიმბები სტანდარტულად პლუს ზემოდან გადადის კიდე ინდური წყობა და ესე იგი როდესაც ტაბლა ზაკირ ხუსეითა როცა უკრავდა იმპროვიზაციაზე ჩამოკრავდა ეს ღია სიმბები რჩება ტონალობა რაღაცა აკორდის და ზემოდან კიდე უკრავდა ესე იგი ეს სამი ალბომია გამოცემული შახტის სხვა შორის ძალიან მაგარი სხვა შორის ხო ნუ აქ რა ვიცი ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება გიტარაზე აი მაგათ იგივე ფარფლების ორკესტრთან
ესე იგი სამეფო ორკესტრთან უკრავენ 79 წელს. ეგეც წამოვიღე, იმიტომ რომ როგორ ჟღერს მაგათად როგორ გიტარა რამდენად მრავალხრივი ინსტრუმენტია, ოღონდ თუ სწორად არის გახმაურებული და სწორად არის მოფიქრებული ნაწარმოები, რომელიც აი ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, ნაწარმოები უნდა იყოს სწორად დაწერილი, სწორად მოფიქრებული, არანჟირებული, რომ ის ყველაფერი ჩარჯდეს და გაიჟღეროს. წინა შემთხვევაში არ გაიჟღერებს, იმიტომ რომ თქვენ თუ გინდათ უბრალოდ დაუკრათ ორკესტრთან, არ გაიჟღერებს. ის უნდა იყოს სპეციალურად ისე არანჟირებული და ესე დაწერილი, რომ იქ სპეციალური ადგილი იყოს გამოთავისუფლებული, სადაც გიტარა ჩარჯდება და გაიჟღერებს სრულფასოვნად. არა, შესანიშნავია. ისეთ რა არის, აქ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, აი რომ თქვენ თქვით რომ საერთოდ ხანდახან ესეთი კითხვაც მომისმენია, როგორ გიადვილდებათ რომელ გიტარაზე რომელ გიტარაზე უფრო ადვილია დაკვრაო, ხო? რა თქმა უნდა, გასაგები არა, ხო, შეიძლება ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის აქ ცოდნა გამოცდილება, რაზე ჩვენ საუბრობდით და ამაზე ძალიან ბევრი შეიძლება საუბარი, მაგრამ აი თქვენთვის მაგას არ გეკითხებთ, რა თქმა უნდა, რომელ გიტარაზე უფრო ადვილია დაკვრა, მაგრამ თქვენთვის რომელი გიტარა უფრო კომფორტულია? ჩემთვის მე ხა ყველა ინსტრუმენტზე მაგ დაკვირვე, აქ ვისაც ხედავთ გიტარისტებს, ამათ გიტარაზე თვითონ გიტარისტებს უთხოვიათ, რომ აი გასინჯე როგორ მოგწონს და აი ყველაზე აი ვისაც უყურებთ ყველას გიტარაზე მაგ დაკვირვული სხვა შორის და ძალიან ბედნიერი ვარ. მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ადამიანმა უნდა ამოირჩიოს ის ინსტრუმენტი, რომელიც მისთვის არის კომფორტული. მხედველობაში მაქვს ფორმა, თვითონ მენზურა, თვითონ აი აბსოლუტურად ყველანაირად უნდა გრძნობდეს ამ ინსტრუმენტზე და უნდა იყოს მისი. ჩემთვის ყველაზე კომფორტული არის მაგალითად გიბსონი, მე ბედნიერი ვარ და ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, იმიტომ რომ უამრავ ლეგენდასთან როგორც სპეციალისტ სტუმარი გამოდიოდი სხვა ქვეყანაში და მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკში ორჯერ ვიყავი სტუმრად თვითონ Les Paul-თან. შექმნა საერთოდ ეს გიბსონის ეს მოდელის თელი სერია, რომელიც არ ვიცი თელი სოფლიო მაგიტარაზე უკრავს და ის გიტარა მაქვს მისი ნაჩუქარი, მისი ხელმოწერი, რა თქმა უნდა, მე მაქვს ესე იგი Les Paul Studio, მაქვს Les Paul Traditional და მე მაქვს კიდევ მე ახლა გაჩუქებთ კალენდარს, სადაც აღბეჭდილი ვარ იმ ფოტოზე, მე მაქვს კიდევ გიბსონი ნახევრად აკუსტიკური ჯაზური ინსტრუმენტი, რომელსაც ქვია Gibson ES 325. ეს ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტად სხვათა შორის. ხო და ეს ინსტრუმენტი მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ისე თბილი და საერთოდ გიბსონი ჩემი ინსტრუმენტია. მიუხედავად იმისა, რომ მე სტრატოკასტერზეც უკრავდი, მაგრამ სტრატოკასტერი არა, ფანტასტიკური ინსტრუმენტია. იმას აღარ გეკითხებით, რაზე გიწევდათ დაკვრა საბჭოთა პერიოდში, რაც შეგივარდებოდათ ალბათ ხელში. რა თქმა უნდა, კი, ხო და ამიტომ სტრატოკასტერი, მე კიდე მაქვს ინსტრუმენტი შექტარი, რომლის სახე ვიყავი მე საბჭოთა კავშირის და ბალტიის ტერიტორიაზე, ეს ამერიკული კომპანია ძალიან მაგარი, ეგეც ძალიან კარგი ინსტრუმენტია და კიდე მაქვს არმენ გიტარს, რომელსაც ჩემი სახელი და გვარი აწერია, რომელსაც მე ჩემთვის დამზადდა ამერიკაში სპეციალურად. და თქვენი პირველი გიტარა გახსოვთ? ჩემი პირველი გიტარა როგორ არ მახსოვს? კი, მე აკუსტიკური გიტარა მქონდა, იმდენად გაჭიროება იყო მაშინ, რომ 7 სიმიან გიტარაზე მე-6 სიმი მოხსნილი მქონდა. და წარმოგიდგენთ, ერთი სიმი ხო აკდებოდა. კი ბატონო. შესაბამისად დაპატარა და გრიფიც ხო? და აი მე-6 სიმზე მესამე ისეთი თავისუფალი იყო. და მე ისე წავიდა ყველაფერი წინ, რომ გამოვიდა 6 სიმიანი ინსტრუმენტი, 7 სიმიანიც. და პირველი ელექტროგიტარა რა იყო? Honda იყო, ჩემი Honda Les Paul-ის, ისა Honda Les Paul-ის ფორმის, Les Paul-ი არ იყო, Honda იაპონური, საკმაოდ სხვა შორის კარგი ინსტრუმენტი. და შემდეგ ისე წავიდა წინ ეს ყველაფერი ტექნოლოგიურად, რომ 8 სიმიანი, 6-იანი, 7-იანი, 8-იანი, 12 სიმიანი და საერთოდ მაგათ ბეტმენის ალბომი მაქვს მე ერთი, სადაც 42 სიმიანი გიტარაა. მაკლაფლინი მაგათ ორ გრიფიან სიმზე არის კი ბატონო, ორ გრიფიან სიმზე 1275 მოდელი გიბსონი, რომელსაც დაუმზადა მას ორ გრიფიანი გიტარა, ერთი 6 სიმიანია, მეორე 12 სიმიანი. ანუ ეს ისა თქვენ არ მიდიხართ ხუბს გავს ექსპერიმენტებზე არ მიდიხართ ხუბს. ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს შოუს მაგათად მე ერთი ვირტუოზი გიტარისტი ამერიკელი მაიკლანჯელო ბატიო, ჩემი მეგობარი, რომელიც არაერთხელ ერთად სტუმრად დაკრული მაქვს ბერჯელ, ჩემი ახლობელია და მას აქვს გულის ფორმის გიტარა. თუნდაც თანახი გაქვთ, ესე უკრავს. მაგრამ ეს უფრო შოუს ელემენტია. მას 4 გრიფიანიც აქვს, იცით? 2 ასე და 2 ქვევით. 2 ქვევით. მაგრამ ეს არის მაგრამ ისე ყინულად უკრავს. მაგრამ მაინც შოუსთვის ხანდახან რომ მაინც რაღაც ექსპერიმენტი ჩაატაროთ. მე არა ვარ ის აი ცოტა არ ჩამომართვა. თვითონ ადამიანს ხა მე ხო ყველას ვიცნობ ხა და თვითონ ადამიანი უნდა იყოს ეგეთი რომ მე არა ვარ ის აი მაგათ მე არ შემიძლია მაგათ კონცერტზე ესეთი ფრაზა ვთქვა. მაგათაც ხშირად კონცერტზე გაიგებთ რომ თქვენ ყველაზე მაგარი მაყურებელი ხართ. მე მაგას ვერასოდეს ვერ ვიტყვი რა, ეს ტყუილია რა. რას იშას ყველაზე მაგარი მაყურებელია? სხვაგან არ არის ყველა. სხვაგან არ არის მაყურებელი. ან რატომ უნდა განგასხვაოთ თქვენ მაგათ არა. სხვანაირად უკრავთ თქვენთვის თუ რა არის? თუ არტისტი ხარ, გამოდიხარ ყველას მე ხა არავის კი არ უკობენ და ყველას თავისებური მიზომა. მე მაგას ვერ ვიზავ ხა ის რომ მე გამოვიდა დავიწყოთ რაღაცი ჩვენება აი
რამაც ვიან როგორ უფრო ლამაზად გამოჩნდები ეს მუსიკა უკვე აღარ ეს სხვაგან მიდის ეს ყველა თუმცა ყველა გიტარისტს უმეტესობას რა თქმა უნდა რაღაცა სავიზიტო ბარათივით ქონდა რაღაცა ფორმები გიტარის ხო მე პირველი ვინც გამახსენდა ეხლა ალბერტ კინგია სრულიად გენიალური ხო თან ცაცია იყო და თან ხო გახსოვთ რაღაცნაირი ესეთი ბიბი კინგი ალბერტ კინგი და ფრედი კინგი სამი მომწონს შესანიშნავი წყობაც გიტარის სხვანაირი ქონდათ მაგრამ იგივე გიტარის წყობებზე თუ წავიდა ლაპარაკი სხვადასხვანაირი წყობები შემოვიდა კიდე გიტარაზე სხვადასხვანაირი წყობები არც მაგ არ მომხიბლა მე იმიტომ რომ სტანდარტულ წყობაზე საკმარისად იკვრება ყველაფერი დამკვრელი დაუკრავს მაგათაც და მომსმენის გაიგებს თუ ვისთან აქვს საქმე და ვის უსმენს მაგათაც ხო და ამიტომ აი ეს თამაში მაყურებელთან აი ეს მაპატე და გაპრანჭვა მაგას უკვე პრანჭეობას ვეძახი და რაც არ მიყვარს რა ადამიანი მე უნდა იყოს ის რაც ხარ ახლა ეს უნდა გამოხედო გულწრფელად და მადლობა აი ესე მალე გავიდა საუბარში აფხელა ძალიან მე თქვენთან საუბარი ძალიან საინტერესოა მე დარწმუნებული ვარ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრებთ მაგრამ ყოველი გიტარისტი მე შემიძლია ორი გადაცემა არ ეყოფა დინია სალაპარაკო თითო გიტარისტი თუმცა დღევანდელი ჩვენი გადაცემა მინდა თქვენი დაკრული კომპოზიციით დავასრულო ეს არის ალბომიდან ნოსტალგია თეთრი ბილიკი ქვია თემას კომპოზიტორი გახლავთ ახლა არ ჩამომართვათ რომ ის არის ნეპოტიზმი ხო კომპოზიტორი ოთარ-ტატიშვილი არანჟირება თქვენია და ასრულებს თემურ ყვითელაშვილი გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე